EUTOS 24 ქვეყანამ საქართველოზე მოსკოვის მექანიზმი ამოქმედა, რაც ნიშნავს, რომ მათი წარმომადგენლები იწყებენ საექსპერტო მისიას საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე. განცხადების თანახმად ეს იქნება ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც შეაფასებს საქართველოს მიერ EUTOS ვალდებულებების შესრულებას, კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით. მექანიზმის ამოქმედების ინიციატორ ქვეყნებს შორის არიან გაერთიანებული სამეფო, გერმანია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი და სხვა. EUTOS მოსკოვის მექანიზმი 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს EUTOS წევრ ქვეყნებს გამოიძიონ სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ამა თუ იმ ქვეყანაში. ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად, შექმნის დღიდან EUTOS მოსკოვის მექანიზმი 16-ჯერ გააქტიურა. საქართველოს შემთხვევა მე-17-ია. EUTOS მოსკოვის მექანიზმი გამოყენებული აქვს მათ შორის მოქალაქეებზე თავდასხმების შესასწავლად ხორვატიასა და ბოსნიაში, ასევე ვითარების შესასწავლად თურქმენეთში, ბელორუსსა და ჩეჩნეთში. ჩვენ ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას. როგორც EUTOS მონაწილე სახელმწიფომ საქართველოს აიღო ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. მან ასევე აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა არის მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის აუცილებელი ფაქტორი, რაც საჭიროა სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების უზრუნველსაყოფად. 2024 წლის დეკემბერში 38-მა მონაწილე სახელმწიფომ აამოქმედა EUTOS ვენის მექანიზმი, რათა გამოეხატა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გამოეთხოვათ დამატებითი ინფორმაცია. თუმცა ჩვენი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთო ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მხოლოდ გაიზარდა. ჩვენ მხედველობაში ვიღებთ საქართველოს პასუხს 2024 წლის ვენის მექანიზმის ფარგლებში დასმულ კითხვებზე და მოუწოდებთ საქართველოს ითანამშრომლოს მისიასთან და ხელი შეუწყოს მის მუშაობას მოსკოვის დოკუმენტის მე-6 პარაგრაფის შესაბამისად. ასეთი ჩართულობა იქნებოდა კეთილი ნების და კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის მზადყოფნის დემონსტრირება.